ხალბატონო ქეთევან თქვენს ხალბატონო ქეთევან თქვენ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ბრძანდებით წლების მანძილზე მუშაობდით სხვა რაიონებში გაქვთ მრავალი ჯილდო მედალი მადლობის ბარათები მიღებული გყავთ მრავალი თაყვანისმცემელი თუ შეიძლება მოკლედ კი ბატონო მე დავიბადე ქალაქ გორში 1920 წელს სამხედრო პირის ოჯახში მე გადავდივარ თბილისში იქ შევდივარ საშუალო სკოლაში ვამთავრებ საშუალო სასწავლებლად და შევდივარ მართლმადიდებლურ სწავლას სტომატოლოგიურ ინსტიტუტში მაგრამ უნდა აღინიშნოთ ის რომ ეს სკოლის ფარგლებიდან მერვე მეცხრე კლასის მოსწავლე წამეყვანა ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა ქეთევან ოხროდევიძე მეჩვეულე ქალთაქვში სადაც წამყვანი მომღერალი სოლისტი გავხდი ამ ანსამბლთან ერთად მივიღე მონაწილეობა მოსკოვში ჩატარებულ ქართული მუსიკის დეკადაზე, რომელიც ჩატარდა 1937 წელს. 14 იანვარს, აი ყველაზე მეტი საგულისხმო ჩემ ცხოვრებაზე საინტერესო არის ის, რომ მე ვიმღერე კრემლში სტალინთან ერთად. ეს იყო ჩემთვის რაღაცა, ჩემთვის სულ საერთოდ ეს იყო ძალიან დიდი ჯილდო და მასთან ერთად მე შევასრულე სიმღერა აღარ მწადიან ფარშიო და გაფრინდი შავო მეცხარო. ამის შემდეგ იწყება ჩემი სიყვარული ხელოვნებისადმი და მიუხედავად იმისა, რომ მე დამამთავრე სტომატოლოგიური ინსტიტუტი, გავხდი ექიმი, მე ამ ხელოვნებისთვის თავი ადამიანებია და ორივეს ერთად რაღაცნაირად ვასწრებდი. მაგრამ იმისათვის, რომ აქ უფრო მეტი დაინტერესება მივიღე და მეტი სიყვარული მუსიკისადმი, თითქმის ეს ექიმობა დავთმე და გადავედი ამ ხაზით. მრავალი გუნდები მომამზადეს საქართველოში და მე მინდა აღნიშნო განსაკუთრებულად ის, რომ ქარერში მოღვაწეობა ჩემი დაიწყო 1951 წელს მომიწვია მაშინდელმა კულტურის სახლის დირექტორმა გივი რამიშვილმა. იმის შემდეგ დღემდეც მე ქარერში მოღვაწეობ, ესე იგი მე ვიქნებოდი მაშინ 30 წლის ასაკში 45 წელია. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გამოვთადო ქარელის მთელ მოსახლეობას, მთელ ჩემს საყვარელ მაყურებელს და ქარელის დღევანდელ ხელმძღვანელობას. 1980 წელს ქეთევან სამლიაშვილისა და ლილი მაზმიშვილის ინიციატივით მე მომეწყო და კულტურების გამგე საური გაბუნია იყო და გიულის მორაშვილის ინიციატივით მე მომეწყო 60 წლის თავთან დაკავშირებით იუბილე. იმის შემდეგ რამაც ესე ქეთევან დაიწყო თქვენი სასწავლო მოღვაწეობა. თქვენ წლების მანძილზე მუშაობდით კასპში, ახალციხეში, ბორჯომში, შემდეგ ჩამოხვედით ქარელში. აი ეს და თქვენი ცხოვრების განსაზღვრელი და ბევრი წელი ქარელში გაატარეთ, ხო? აი ვინ იყო ინიციატორი, ვინ ჩამოგიყვანა? გივი რამიშვილი იყო კულტურის სახლის დირექტორი და ნიკო გოჩაშვილი იყო კულტურგანყოფილების გამგე. აი მათი ინიციატივით მოწვეული ვიყავი მე ქარელში. მაშინ ტარდებოდა ოლიმპიადა და აგარის სახლის კომბინატის მუშებისა და ქარელის მომღერლებთან ერთად მე ეს გუნდი გავიყვანე ოპერის თეატრში და დაიკავეს მეორე ადგილი რესპუბლიკაში. აი დიდი ოვაციები. კარგი წარმატება მივიღეთ. ნიკო კეცხოველი იყო მაშინ ჟიურის თავმჯდომარე და განსაკუთრებულად ის ქართველი კაცი არის და დაამოხარდა რომ ქარელი ასეთი დიდი წარმატებით გამოვიდა. ჩვენ ვიცით რომ თქვენ სულიკო დადგით. სიმღერა სულიკო ამის შესახებ. ამის შესახებ მე შემიძლია ვთქვა რა. 30 წელს აი ეს სიმღერა სულიკო გადაიტანა აქცენტი მეგრელიძემ ჩონგურების თანხლებით და ჩვენ შევასრულეთ მოსკოვში. და ძალიან დიდი წარმატება მიიღო ამ სულიკომ და ეს სულიკო უკვე დღეს თემი სოფლიო ასრულებს აი ამ სიმღერას. პირველად ეს სულიკო
შევასრულეთ ჩვენ 1937 წელს მოსკოვის დიდ თეატრში. თქვენ 4 შვილი გყავთ. თქვენი შვილებიც პროფესიონალი მსახიობები არიან, არტისტები. ხალბატონი მარინე მომღერალია, ბატონი სერგო საქართველოს დამსახურებული არტისტი. ალბათ შვილიშვილებიც გაყვნენ თქვენ კვალს. ისინიც მღერიან ამის შესაძლებლად. ჩემი მეუღლეც სახელმწიფო ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო, რესპუბლიკის სახალხო არტისტი. ჩემი შვილებიც ნამდვილად აი ამ გზაზე არიან. უმაღლესი განათლება მიიღო უფროსმა ვაჟმა, დაამთავრა უცხოენების ინსტიტუტი და გახდა სიმღერალის. მეორე შვილი თამაზი სოფლიო მოიარა სუხიშვილის ანსამბლში 25 წელი იცეკვა. მარინა და ირინა ორივენი მომღერლები არიან. მარინა უფრო წამყვან საქმეს და ირინა კი არის ფილოლოგი. აი ჩემი შვილიშვილი ამჟამად მოცეკვავე არის უფროსი დათო ოღობებით. ეს პატარა გოგონაც მუსიკაზე ძალიან არის შეყვარებული და უნდა რომ ეგეც გამოვიდეთ პატარა მომღერალი. ქარელში თქვენ მოღვაწეობთ 45 წელიწად. კი, აუცილებლად. სულ ახლახანს თქვენ იუბილე გადაიხადეთ, გადაგიხადეს ქარელელიც. სასცენო მოღვაწეობის 75 ეს 60 წელი დაბადებიდან 75 წლის იუბილე და სასცენო მოღვაწეობიდან 60 წლის. ეს ძალიან კარგი საღამო იყო, ხალხი ბევრი იყო, თქვენი ნიჭის რა თქვენი მუსიკის თაყვანისმცემლები. იყვნენ მოწვეული სტუმრები. ეს რაღაცა დაუწყარი საღამო იყო მე მგონია. ყველასთვის, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული საღამო იყო. ჩემი შვილები ისეთი კმაყოფილები და ჩამოსული სტუმრები ძალიან კმაყოფილები წავიდნენ. აი ქარელის აი ესეთი მაღალი დონის მაყურებელი რომ ნახეს ისიც და ამავე დროს გაუხარდათ ის რომ მე ქარელში აი ესეთ დიდ პარტის მცენე. ეს საღამო მე მგონია ჩემს მეხსიერებიდან არ გამოვა და აგრეთვე ჩვენი მოსახლეობასაც ეხტომება. აი ამ საღამოს ინიციატორებად მე უნდა ჩავთვალო დღევანდელი ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობა, რომლებმაც ძალიან დიდი ამაგი დაბდეს და ხელი შემიწყვეს, რომ მე ეს საღამო ჩამეტარები და ჩატარებული იყო საერთოდ. პირადად მე მადლობელი ვარ ჩვენი ტელევიზიის, რომ მომეცით საშუალება, რომ მე მადლობა გადავუხადო აი ამ ჩვენ რაიონის ხელმძღვანელობას, ბატონ თემოს, ბატონ გივის, ბატონ აკაკის, ოთარის და ყველას კი ვინც მიიღო მონაწილეობა აი ამ ჩემი საღამოს წარმატებით ჩატარებაში. თქვენ ქარელში წლების მანძილზე ასწავლით სიმღერას, ხალხურ სიმღერებს, რა თქმა უნდა, კლასიკას. ხალხურ შემოქმედებას უფრო მიეძებნებიდი კლასიკურ. ეს უნდა წავშალოთ. ეს წლების მანძილზე ქარელში ყავდათ გუნდი, სადაც ასწავლით თქვენ ხალხურ სიმღერებს. ალბათ ყავთ ბევრი მოსწავლეები, რომელთანაც ურთიერთობა გექნებათ, ყოფილი მოსწავლეები. ეხლამდე აი ეს განსაკუთრებულად მე შემიძლია აღვნიშნო 1977 წელი ჩვენმა ქარელის გუნდმა შალვანშვილის სტატიაში აი ესე ეწერა დღეს ქართლის გულიო ეს არის ქარელის რაიონიო, რომელმაც ოპერის თეატრის დარბაზი ფერმე დააყენა და ნამდვილად რომ ეგრე იყო. აქ მყავდნენ მე ძალიან კარგი მომღერლები, აი ჩიტო ეკალაძე, რობინსონ ყანჩეველი, ბიჭიკო აბაშიშვილი, ანდრონ მტედიშვილი, თავის მეუღლესთან ერთად რუსუდან მტედიშვილი. აი დღესაც მე მყავს საკონცერტო ჯგუფი და აი ამ საკონცერტო ჯგუფით მე დღესაც სამსახურები ეს ხანდაზმული ხალი მოსახლეობას და ხალხი მიდგას მსახიობი ენრიკო კიკაშვილი. ეს ხალხი რომ ამყავდეს მე მხარში, ნამდვილად მე ამდენადაც ვერ გავაკეთებთ. აი ესეთი ერთგული ხალხი მყავდნენ. აი განსაკუთრებულად მინდა კიდევ აღვნიშნო, რომ ჩვენი კულტურის განყოფილების გამგებელი როინაშვილი ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევს
აი მიტომ აქვს მე ენთუზიაზმი რომ აი ესეთი ხელი შეწყობა რომ აქვს თორე ეს არ მქონებოდა მე ნამდვილად ქალის დავწერდი და წავიდოდი ჩემს შვილებთან ერთად და მე ასე ვფიქრობ რომ კიდე 5 წელი მაინც უნდა ვიცოცხლო რომ 80 წელიც კიდევ ქალში ვიდა რომ მესამე იუბილე გადამიხადო. პირველი გონი 60 წლის იუბილე გადაგიხადეს ხო? გადამიხადეს 80 წელში. 15 წლის წინ. თქვენ საყვარელი სიმღერა გექნება თავისუფლად შეგვიძლია. მე საერთოდ ხალხური სიმღერების მოწფერე ქალი ვარ, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს ქალაქური სიმღერები. და მინდა რომ აი აღვნიშნო ქალიდან ბევრი ძალიან კარგი სახელოვანი ადამიანები არიან ასულები აი მუსხელიშვილი, თამარ თითიშვილი და ჯანო ბაგრატიონი რომელიც იყო წარმოშობით აბანობა. ჯანოს და მე ძალიან ბევრი კარგი საქმეა გაკეთებული ხალხურ შემოქმედებაში და მის მიერ იყო შესრულებული ჩვენთვის ყველაფრის ცნობილი სიმღერა ყვავილების ქვეყანა. და მე ეს სიმღერა მიყვარს და ეხლა შეძლებს ზოგადად შეგისრულებთ. ყვავილების ქვეყანა შოქრით შემოვიარე რომის ხარ მალე მოვა სირიმე Ratom daigriane Shene twise dagare filima Naranari kawavilebi Mine daguze dagakera Sirime Vitlama vilebi Nairatom dagete Ratom daviarebi, daratom melanzeva, sirime, sheni disevit kovalebi. Me bikhurem kholodom me, matmare rats matvale, chemostulit kokovo, sirime. Შენ თვალებს ვენაცვალე კარბატონი კეთება საერთოდ მოღვაწეს ხელოვანის ცხოვრება სავსე არის მოსაგონარი ბედნიერი წუთები თქვენ რას მიიღოთ ჩემი ბედნიერი წუთები იყო რომ მე ძალიან ბევრს მოგზაურობდი საქართველოში თითქმის ყველა კუთხეში გუნდები მყავდა Azbegi, Sianeti, Ყვარელი, Კასპი, ხაშური, აჯიჯენი, ასპინძა, ახალციხე, ბორჯომი და ყველგან მაქვს სასიამოვნო მოგონებები. თითქმის ძალიან დიდი წარმატებით გამოდიოდა ჩემი გუნდები თუ თავის სქემაში არ ჩამომართმევთ ამას ყველგან. ჩემი სიხარული მარტო ეგ იყო რომ მე ოლიმპიადაზე რომ გავიყვანდი გუნდს, ვიცოდი რომ იქ პირველი ადგილი ჩემი უნდა ყოფილიყო. ამისი მე ყველა რაიონს ვასახელებ. ალბათ კურიოზების ფილმად არის ცხოვრება. კურიოზი ახლა ერთი რა ვიცი თუ შეიძლება რომ ეს მოგეწონოთ. ახლა 54 წელია მუშაობ ბორჯომში და ბორჯომში მყავდა საკონცერტო ჯგუფი ყოველთვის მე. წავედით შახტებში. კონცერტებზე. გამოდივართ ვოკალური ტრიო. შვარცუბი ვარ და ახალგაზრდობაში სრული ქალი ვიყავი უფრო და სიმღერის დროს მაშინ იყო ძალიან მოდაში სიმღერა დავდივარ დაგეძე. ამ სიმღერას ვასრულებ ამოვიდა ერთი მე შახტი და პირდაპირ გავაჩერა და იმას ეუბნება აქეთ გვერდზე ბანკს გვეუბნებოდა მამაკაცი მეც გაგვერდზე. ეუბნება დმაუჯან ცოტა გვერდზე გადექი რა ამ ხალხს გვერდიდან შევხედო. აი ეს ყოველთვის ახსენდება თვითონ იმას და დღესაც ამერიკას ტელეფონზე ქეთო რო გამახსენდებაო ეს ამბავიო მარტოა და მეცინება ყოველთვისო. აი ესეთი პატარა კურიოზები იყო ხოლმე ყოველთვის როდესაც გავდიოდი კონცერტზე საერთოდ და
სხვა კიდე მოსაგონარი ბევრი არის, აი ყაზბეგში როცა მუშაობდი მოხერებთან, მოხერები ენა მახვილი ხალხი იყვნენ საერთოდ ძალიან და იცოდნენ ხომ ტიალო დარიალაო, ალბათ თქვენთვის ცნობილია, ხევისბერის გოჩაში თქო, ქართული არის. იქ მღეროდნენ ძალიან იმათ იოლად და წამოვიღე ტიალო დარიალაო და გავაკეთე, გავხადე პოპულარული. მე ადგასვენებულმა კომპოზიტორმა რეზო ლაღიძემ ჩართო კინოში ეს სიმღერა. გახდა პოპულარული. მოხერებმა ეს იუკაზისეს, იცით და რო ჩავედი აქედან კონცერტებზე იმის შემდეგ იტყოდნენ ქეთო კარგი ქალია, მაგრამ მოგვარა ტიალო დარიალაო. თითქოს რაღაცნაირი ის კონდან ხოლმე განწყობა აი ამაზე. ბევრი ასეთები იყო, მაგრამ ეხლა არ მახსენდება და ყველას ჩამოხლა შეიძლება. ჩვენი გადაცემა მანდილოსნებისათვის არის გათვალისწინებული. თქვენ როგორც ქალი, როგორ ასრულებთ თქვენთას და საერთოდ ქალებს? მე საერთოდ რას უსურვებდი ახალგაზრდა გოგონებს უსურვებდი რომ ყოფილიყან კარგი მომავალი ძიასახლისები ბედნიერები ყოფილიყან და კარგი მეუღლეები შეეძინოთ და საერთოდ ქალისათვის ყოველთვის საჭირო იყო სიფაგიზე ერთგულის სიყვარული და ერთგულის სიხარული და რაც მთავარია ერთგულება ამას ახალგაზრდა გოგონებს მე საშუალო ასაკის მანდილოსნებს უსურვებ რომ კარგი მეუღლეები ყოფილიყან მეუღლებისთვის დაეჯერებიოთ ასე რომ თქვა ხარში დღეს ისეთი დრო არის რომ მამაკაცებთან ერთად მანდილოსნებმა არის შრომა და არის მუშაობა ისე არაფერი არ გამოგვივა და ამიტომ საჭირო არის რომ დღევანდელი მანდილოსნები როგორც ვაჟკაცები აი ესე რომ გამოიყურებოდნენ ჩემნაირი ხანდაზმული ქალებს რა შემიძლია ჩვენ მარტო ის შეგვიძლია რომ სიყვარული დავცეთოთ და სიხარული დავცეთოთ ახალგაზრდებში და ჩვენგან კიდევ ამ ხანდაზმული ხალხიდან კიდევ რაღაცა რაც კარგი არის ყველაფერი ის გადაეღოთ ჩვენარი ხანდაზმული ხალხიდან უსურვებდი მე ქალებს მანდილოსნებს ყველას ოჯახში ბედნიერებას ჯანმრთელობას სიყვარულს სიხარულს და რაც მთავარია მშვიდობას კიდევ ერთ საყვარელ სიმღერას ვარ გამწერთ. შენ რა იცი ძვირფასო ჩემი სული ამბავი ანთებული ხატი ხარ ანთებული დაზარი ულამაზეს ოცნები ლურჯითიდან მთოველი ჩემი ნათელი ხატი ხარ ჩემი წვები თხოველი იდუმალი ასეთი ასე შუთმი ბირდული ორგორი უბრალო ორგორი დიდრული შემოსული ხელმწიფელ მარად შენთან მყოფელი როგორ გავლამაზე ჩემი